ეგ სიმღერა გადავაკეთე. აბა. შენ რო გადააკეთე გახსოვს იმაში, დოკუმენტში რო ტროლიად გადააკეთე. აი ეს მან ხო არის ვივა აკადემია, ვივა პროფესორი, გახსოვს? ეგ რო გადააკეთე, ხუიჩაკვა რაც ხელია. ვიჩა პროფესორი, აკოს რო გაიხსენე კომენტარებს. პროფესორი არა რაღაც ხოლმე უნდა. მაშინ მან ხუიჩაკვა რაც ხელია და თქო. გოლიადორი ან რაღაც ეგეთი. შეიძლება. გოლიადორი თუ ბევრი გოლი გაიტანა. ხო. გაია. ისე მარტო ხარ ხო? უნდა ვიწყებდეთ უკვე. ეს გვაქვს ძალიან ექსტრემალური ჩაწერა. ვახომ გაიკეთა სადაც ერთი 3 წლის წინამდელი წელი შოკოლადი. ხავა მინდოდა და ხავა არისო. სვანური მარილი რო გეჭამა. არ გასვანები ხავა. აი. დიდი ხანი აქ არის და არავის ხელი არ მოუყიდე და ვახომ ჩაყარა 5 კორსი. ცოტა არის აბა. ეს არის? არა, გადააქცია. ძალიან მოეწონა, აბა ბოლოში საპნის გემოს ურტყავს. მანამდე რა მოეწონა არ ვიცი. ჯანი, შენ ხوار დალე. რას? წყალ შოკოლადს. შენ შოკოლადი მინდა? ახალია. არა. აი, მე ხავისა. პოდკასტის ჭიქები არ დასვარო. არა. ოკეი. ახლა შაქარი. ძალიან არ ვიცი ინგლისური. აი, ყავიანი შაქარია ეს. რაღაცა ჩაყო ყავიანი. ყავიანი კოზი ჩაყო. მეორეში ჩაიში. ნახე შაქარია რა ყოფ. კი. ყავიანი. აი, შაქარი გვაქვს ოფისში რა. აჰა, всё. მე ჩემი ჭიქა წავიდე. გამარჯობა მოგესალმებით YouTube-ზე კაცებია ტრადიციულად ყოველ კვირა და ამ კვირასაც არ არის გამონაკლისი როგორ ხართ? კარგად. კარგად ნერვიულობ. დათოს ძალიან სერიოზული შედეგები აქვს, ჯერ სანამ იმაზე ინერვიულებ, არ ვიცი მაგ ნერვიულობის გამოა ეს შედეგი? დიეტა და ნერვიულობა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი ცოტა. პროპორცია როგორ? უფრო მეტი 40 დიეტა, 40 ნერვიულობა, 20% ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ანუ გძინავს და არა, დავდივარ. რამდენი სტადია? ტეკ ესე, ნუ აი 5 კილომეტრი. როგორ? ტეკ ესე. 5 კილომეტრი საბურთალოზე? ხო, კრუგს ურტყამ. ხო, მაგაც გეკითხები თუ სახში დადიხარ ბოლთას ცემ. მაცივარი ლოგინი. არა, მაცივარი ლოგინი 5 კილომეტრს ვერ გაივლი. მე ნაცადი მაქვს. რამდენი კილო დაიგე? მაცივართან ყონდები. 13 ხო? ხო, პიკური ზემოდან აქამდე 13 კილოგრამი. ძალიან კარგი შედეგია. დათო გულშემატკივრად მთელი 13 კილოგრამი. მე რო ვფიქრობ 10 litrიანი ბოცა წარმოიდგინე რომ ამოგაცალო. 1 10 litrიანი რომ ამოგაცლევინა. შენ იქნები დავიდ წიწკბ. გადმოვაგდით საქართველოს. კი, დღეს პირველად გამეღვიძა 7 საათზე, რაც დიდი ძალიან ხანი მომდი, არა, მე კაი ხანი. მე 7-ზე. კარგად გადმოვლა. 7-ზე ვიწრიალე და ანუ ზუსტად მართალი ყოფილა, ერთი კვირა უნდა, იმდენივე დრო უნდა, რამდენი სარტყელიც არის, აი იმდენი დღე. საკაიფოდ გადმოვიდი და მიხარია ძალიან. ეხლა დააწვებოდი კიდე? წამო. ის ახო გაქვთ. შენც. მე არ მინდა წამოსვლა და მინდა. გამოვნებით. როგორ გამოგვეყო ნახე იმ წუთში სხვა კატეგორიაში გაწავიდა. დიდი ამბები გვაქვს ყველგან საქართველოშიც, მსოფლიოშიც, ალბათ კოსმოსშიც უბრალოდ ჯერ ვერ ვნახულობთ თორე იქაც ისეთი პერიოდია რომ ყველგან არეული. ჩვენ ოფისთან აქ ახლოს მოსულია ვიღაც კუჩის მომღერალი კაცი, რომელიც ძირითადად ფონოგრამა აქვს ჩართული. ანუ მინუსი კი არა აქვს ჩართული, მაგრამ მუსიკა. მომღერალიც ჩართულია, ხო, თვითონ პირს აყოლებს და ითხოვს რომ ფული მისცენ და ჩვენ და ესე გვილამაზებს გადაცემას. გადაცემას ფონად გაყვება არ ვიცი როგორი პლეილისტი.
ნეტა ტიტრებში ეს კაცი უნდა ჩავწერო. ანი უფლებებზე ის სიმღერები. მაგის გამო რომ ეხმაგულოს. ჩენელი რო კონდეს თავის. იმას როგუჩიულოს. რა სიმღერები აქვს ჩართული არის რჩევა. დაიბადე ლამაზო არ ვიცი აი ზუსტად ეგ. დაიბადე ლამაზო. ხარისტუალები გაკ შენ კი გენა ცვალები. სათიშოვა მაგის იყიდება. ან ჩაწერა თვითონ ეს ჩემსავით. Spotify-ზე. Spotify-ზე. ახალი ამბები რო დავიწყოთ, არ იქნება ცუდი. არ იქნება ცუდი. აღარ ვიცი ის დავიწყო ყველა იმ ხელა ამბები იყო. მოდი საქართველოს დავიწყოთ. რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ცნობილი გახდა რომ ნედლი რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმა ყვარლის ბაგა, ესე ქვია, ძროხებს ევროკავშირში აკრძალულ ქათმის ნაკელს აჭმევს. სკლინტს აჭარმინდოდა რომ ეს მეთქომა და ქათმის სკლინტს აჭმევდა და მე რომ რაღაც კომპანიების პროდუქციაში გაკეთებული ანალიზით რაღაც ისეთი ნივთიერება ეს სკლინტი ამოხდა. სკლინტი არ ამოხდა, რაღაც ნივთიერება რომელიც არ შეიძლება მოკლედ რა და ცოტა ბევრი რო ეჭმიათ, ეხლა მე რო გავიკეთე ანალიზები, მეც ამომიგდებ და სკლინტს მაინტერესებს. დიდი კონცენტრაცია რა. და იმდენი კომპანია იყო ჩამოთვლილი რომ ყველას გამოდის რომ ყველას ნაჭამი გვაქვს ეს სკლინტი. ხო, სკლინტი ჭამიაერი ვართ რა. ევროკავშირში ჩვენ გვაერთიანებს ერთად ნაჭამის სკლინტი. შეიძლება ერთი ქათმის სკლინტის გვაქვს ნაჭამი. მარტო ევროკავშირში სკლინტის ძმები. გზავული და ბიჭო, იმიტომ რომ ნახე სოფელში რო დადის როხა, ბალახს რო ძოვს, ამ სკლინტსაც აყოლებს. ეს არის ჩვეულებრივი. ხო არ არჩევს. უი, აქ მოუსკლინტავს და იგივე ხო გადა. და ევროკავშირშიც ხო არ არჩევს, იქაც ხო ჭამ. ევროკავშირში არის მაგურკვებაზე. თუ არ მიუტანეს სკლინტი, ბალახიც თუ არ მიუტანე, თვითონ ვერ იშოვის და ვერ შეჭა. აქაც ხო ბაგურკვებაზეა ხო ფერმაში. და აი აქ რო გადავიდა ბაგური, იმ წუთში ეს ევროპული სტანდარტებით შემოყვა. არ შემოყვა, არა, ჩვენთან არ არის ეგ სტანდარტი. ხო, მაგრამ ნუ მაგ სტანდარტით ვაფასებთ, თორე ისე სოფელში დადის ჭამს ყველაფერს. ვინ დაუშლის სკლინტის მე არ ჭამას? მინახავს სოფელში ყოფილვარ გამიტარებია ძროხას სკლინტს ჭამდეს ეგეთი. ძალიან და აკვაკული ესე რომ დადიოდეს და სკლინტს ეცედეს. სელიგრაფიაში უყურებ. მაგრამ რომ ქათმის სკლინტა რომ დადგედა ძროხას და ელოდო ბალახში, აუცილებლად გამოვიდეს და იმასაც აწოვს. ან შეიძლება ისეთი ძროხა არის რომ სკლინტი იპოვა და ეს ნაყინივით არა, სოფელშიც არ არის მას, სადაც ქათა მეიგძროხა არ არის. ქათა რაღაც შემოღობილ ადგილას არის და ძროხა თავის არა, სოფელში გაშვებული. დარბის რა დარბის. ეზოში ქათა. ხო, მაგრამ ძროხა ხო არ დარბის. ძროხა წყალსაზღვარზე მოვა. არა, თუ სადაც ბალახი ხომია არის, ბალახი. ეხლა ჩემთან ნიგოზეთში ეზოში ბალახი არის. სექტორში არ არის ბალახი. ამიტომ ძროხას რომ მოვდენიდით ეზოში დადიოდა ძოვდა რა. ის ხო სულ ძოვს არ ჩერდება რა. ის ჩემსავით არის რა. მე რო ვიყავი. უნდა მომიკოდა. ურა სინანული. ცრემლი უნდა ჩამოუგორდეს. შეიძლება შეიძლება სკლინტი ნაჭამი ამდენი. კი კაცო. ენატრება ის ძროხის ძროხა უდეზე რა. გდრო ენატრება. ხო და არ ვიცი ხა ყველას გვაქვს სკლინტი ნაჭამი. ბარემ ნუ გავჩერდებით. მე რო ზის პროდუქტი არ მეყვარს. არც ერთი. რანაირად. ყველი გიყვარს. მე რა ყვე. ყველში მე ცოტა ის ალბათ სკლინტი. რატო? დაამატე. იმიტომ რომ ნახე ბევრი რძიდან ცოტა ყველი გამოდის და შესაძლოა დაბა რაშია ბევრი? რძეში. არა, კიდე? რძეში არაჟანში ხაჭოში? მე რაც მიყვარს ეს. კაჭოში მაწონში? მაწონში. აი, ვიგრძენი გემოეს. რა იცი ხა რო ვაკვირდები უხდება ეს ყოფა იმიტომ რომ იმდენი მაქვს ნაჭამი რომ ერთხელ მაინც ვიტყოდი რომ რა არის ხო ეხა უსკლინტორზე რო დალიდო რო არ გაგისწავთ ეხა ხო გადავიდა ყველა ვეღარ ენდობიან და ლუშის ზე ეხა ცალკე გაიყიდება სკლინტი და ვისაც უნდა ვინც მიჩვეულე შენი დაამატე რა მზეში და იცი სად იქნება გვერდზე შაქარი და ისროდებს და დაიჩინე რაღაცები რო არის ხმელი მედლი მედლი იქნება იმდი
კუცა და ჩააწოცებთ, უფრო კარგად მოურია. ბიჭო, მაგარი სასაცილოა, როგორ გახსნა. კარგად თუ არ მოვრევის რაღაცა. სადღაც შეხვდება დიდი კურსოთი. და როსლან ესე ყურკასავით გადმოგები. სათქვენო თემა. შეგიძლიათ დილა. ამოასხა. რო ყარს კი. ეს მიმართულება. მაგრამ ეხლა კლინტი რო ვიკიპედიაში ეწეროს რაღაცა სიტყვა. წაიკითხავდა და და მაგრა გასკდა ეს ამბავი რა. იყო მეფრინველების ფერმა, რომელიც კლინს ყიდდა, როგორც იმას რა ქვია, სასუქს. ხო. და მეცხოველეობის ყიდულობდა ამას და აჭმევდა ძროხებს. რის გამოც რამდენიმე ძროხა დაიხოცა. და უჩივლა იმან თქვა რომ მე ამ სასუქად ყიდდა ძროხებს რა თუ აჭმევდი. მაგრამ მოუგო მაინც ამ ეს ამბავი გასკდა და აქედან მივხვდით რომ ეს ძროხები რო ჭამდნენ მერესად მიდიოდა ეს და მოდიოდა ჩვენკენ. თორე აქამდე ვერც გავიგებდით იქ რომ ძროხები არ დახოცილი. ძროხებს და ქათმებს რო არ მოსულოდათ კონფლიქტი. დღესაც იმ გემრიელს კლინზე ვიქნებოდი. არა მოგვიწეს ყველა. სასამართლოზე არ ჩდება კითხვები, რანაირად მოუგო. სასუქად თუ ყიდიდა და ეს აჭმევდა. შეიძლება რამაც მოკლა ის ძროხა, ის არც სასუქში არ ვარგა. ეხლა ნახე, აქ კიდე უფრო ერთი დონე დაბლა ჩავიდეთ. რა მოხდა? ამ ქათმებს ასმევდნენ ანტიბიოტიკებს. რომლებიც კლინში იყო რაღაცა რაოდენობით. და ეს ანტიბიოტიკები რო ხდებოდა ძროხის ორგანიზმში, იმან გამოიწვია რაღაცა. მეორე მხრივ და ქათამს რა უასმებდნენ ანტიბიოტიკს. რო ავად არ გახდა. ქათმებს ხო ემართება. პრევენცია. არა, მასიური დახოცვები ემართება თუ არ ქათმის ჭირი და რაღაცა. წინაზე ხო ქონდა ტრამპი რო აბალებს ბაიდენს. ხო, ბაიდენმა რომ მილიონობით ქათამი დახოცა. აი იქ არ ასმევდნენ ანტიბიოტიკებს. ნეტა რას ასმევდნენ რაღაცა. რა ანტიბიოტიკს? თხის კონსულს მევდნენ. ხო. და კომბოსტოს სიცხის დროს კომბოსტოს იმ პატარა თავზე ძვრიანი ნასტი. გამოყოფილი რო აქ ეს სამი. რამდენი მაქვს ჩაცმული. შენც ხო გაქვს ჩაცმული ძვრიანი ნასტი. ქათმის როგორ უსინჯავენ სიცხეს თუ მაინტერესებს. ტაკოში. მართლა. ყოველებს ერთად ეგრე. აბა იღლიაში და გაიჩინებს 7 წუთი. უცებ წარმოიდგინე ქათამი ესე რომ დადის. და თან ხო რო გარბის ხო ახმარს და ცალხას რო. იღლიაში. თან ბევრი ქათმები, ბევრი იმე. და რა ქათამს ნორმალური ტემპერატურა. ქათმის ტემპერატურა რა არის? გააჩნია რომელ ქათამს. ძაღლის ტემპერატურა. თქვა ძაღალია. არა, უფრო ეგეთია მაღალია. აბა ქმერულში ქათმის იდეალური ტემპერატურა 70 გრადუსი. მაგრამ ჩახოხბილში. და ტაბაკა. და ცივად მოხარშული დედალი თვითონ სიტყვა გეუბნება. ანუ ამ ხელა კაცმა არც უნდა იკითხო ეხა ეგეთ რაღაცა. გაყინული. გაყინულ ქათამს -8. ეგ ყველა ვიცით. ცივად მოხარშულ. 2 გრადუსი. ოთახის ტემპერატურა. გავი მადლობა. სხვა რამე გითხეთ, მაგრამ ქათმის პროდუქცია, თვითონ ქათამს რა, ნორმალური. სანამ ცოცხალია. ძაღს აქ მაღალი ადამიანს, ხო იცი? კი. ნუ ცოტათი მაგარი. ძაღს როგორ უსინჯავენ ცხვირით. არა, იღლიაში. იგივე. აკოებში. კაკოებზე რა მორიდებულია ეს კლინტს. ასე ჯერა. ქათმის ტემპერატურა. მოდი ნუ დაუთხოვებთ გიორგი საფშეკითხვას. ჯამთელი ქათმის ჯამთელი ქათმის. ბიჭო, მე მგონია რომ სადღაც 38 აუ ყველაფერი შეწვაზე არის, ცოცხალი ქათმის. გითხარი, ჩემები ქმნიან ინტერნეტს. ბიჭო, ქათმის ესა რა ქვია, კვერცხი იჩეკება 36-ზე ცოტა მაგათ რაღაცა. ინკუბატორში. კრუხიც მაგ ტემპერატურის არის ალბათ თქო, მაგრამ ეს დაზუსტებით ერაფერს ვერ ვიტყვი, ამიტომ ჯობია მეცნიერებს მაინც თავი შეიკო. იმის პერა მირაფერი არის. ვისი? აი, დათოსი? მაგფერსა. ლაჟვარდია რა. მოჟამულიც სპერა.
ეგეთ არ ვიცი. ვერ გავიგეთ? არა, ყველგან ხელოვნურ ინტელექტს ვკითხავ. ყველგან იმის დამზადებაა. თავი ძმაკაცი და ყველაფერს ხელოვნურ ინტელექტს ვეკითხავ. აი ამის წინ დაკითხე. ეხლა გეტყვი ამის წინ რა ვკითხე. ეხლა რომ იმან რომ მოწარ შენ მეტი საქმე არა ხარ. 40-41? ვის კითხე? Google-ს. აბა იმან ვის კითხა რომ ვერ დავსერჩე და ყველგან შემწვარია მომიგრა. იმან ინგლისურად დაწერა და მაგიტომ ხო, იმდა ინგლისელი ჩახოხბილი მაგათმა არის. არც შეხმერული. მოკლედ ესე იყო ეს ამბავი. შემდეგი ახალი ამბავი არის ოკეანის იქიდან თეთრცახში არის რაღაცა სადილი თუ ახშამი თუ რაღაც ამბავია და ნამცეცობა. რა უზის? უზის კი არა, ჩანგლებით ააწო რაღაც კონსტრუქცია. ის რო არის რომ ბავშვობაში რო ერთობოდი, ერთ-ერთი მასე რომ იჭერს და რო არ იშლება. აჩვენებს ხალხს რა მაგარი კონსტრუქტორული ნიჭი აქვს. აქ ნიშანდობლივი არის ის, რომ მარტო თავის ჩანგლები კი არ გამოიყენა, სხვებსაც წაართვა ჩანგლები და ვიღაცა იგზის მშიერი. და დაცვა დგას მაგარი სახით. აუშჩა ფართავიდან. და აი შენ პატრონს აი ეგეთი სახით. და ნეკათიძე უდევს ეს და ის გოგო ესე რატო შვება მუსიკას? დამაგარიო. ტრამპი უზის გვერდზე და ის არცალია იმას და ვერ მოაწონა ჩანგლები. აქ მხარეს ვიღაცა ზის აშკარად განსაცმელი მიფარებული აქვს გამზე და გასულია საპირფარეშოში. გასულია ამის ყურების თავი მე არ მაქვს. ის არ გააკეთა ხელსახოციდან ვარდიან რა. და კიტრისგან კაცუნა რა. ესა თითებს ესა ხო? არა, სუფრის მაიმუნობები რა. იმისგან რა ქვია, შამპანურის თავი. ჩანგალს რო აკეთებდა ხო. ამასობე. წინა აკეთე. ტრამპი აკეთებს, ესე ხა დავინა. ხო, მაგაზე გითხარი, იქვეზე და ვიღაც ელაპარაკება დაცალია. გადაჯდა. ვერ მოაწონა თავი. იქ ყველი გათავდა და მე გადმოჭდა. ვა, დათოს როგორ გაეცინა, გაუკეთებია ეგეთი რა. რა თქმა უნდა. შენ ძირთად გადმომაწოდეთი ვარ, მაგრამ მაგის კეთება იცი და რისი? ამისი სადმცალია სუფრაზე ამენის საკეთე. სადმეცალა. თუ იყარიც. არა, რა უნდა მაგის გაკეთება? ის იცი პირსახოცით გედის გაკეთება. სასტუმროებში რო გხდება ესე? იცი? მინახავს ვიდეო როგორ კეთდება. დაზეპირებულია? აბზორებში ეკნადა. თუ ხელოვნურ ინტელექტს კითხე. გავაკეთოთ პირსახოცით გედის. ხელოვნურ ინტელექტს რა რეაქცია აქვს მაგას რო კითხავ რომ აიგებ აი. აუ კიდე ეს მწერს. დებილობებს რო აიგნორებ. გვიან რო გასუხობს რომ იქნებ ცოტა რამე მიწერო. თვითონ მომიკითხავს ხოლმე ხელოვნური ინტელექტი როგორ ახარ რაღაცა დღეს არ შემომეხმიანე. შემდეგი ამბავი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის ახალი სატარიფო პოლიტიკა წარადგინა. უკვე ახალი რამოდენიმე დღე ჩამოიქცა ყველა ბირჟა და დაუწესა სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა პროცენტები იმის მიხედვით ვისთან როგორი აჯერობა აქვს და ვისთან როგორ თulis რომ ვის რამდენი ვალი აქვს. საავდო როგორი აქვს რა? საქართველოს აქვს 10% ადვილად გამოუძვერით შედარებით. არა 10 არის მინიმალური, ამაზე დაბალი არავის. ხო და მაგას ვიდახე ადვილად გამოუძვერით თქო. ჩინეთს 34. ვიეტნამს 90 ნახე. არა, ვიეტნამს ისა 46. ის არის არა კაცო, ვიეტნამს 64. ტაივანს 64. არა 32. 32. აქეთ არის საავდო, ანუ რა განსხვავებაა იმპორტსა და ექსპორტში. და ის გაყო შუაზე და ამდენი დაუწესა, ბევრი არ უწვალია თქაფან. ეს თქაფანგაი. ხო და ნუ მოკლედ მთელი ამბავია ადახილი და დაიწყო მოლაპარაკება. ანუ ეს თქვა რომ ესე ვაწესებოდა. თუ გინდა ვილაპარაკოთო რა. ეხლა აპირებს ევროკავშირის სახელით კარგი ურთიერთობა ერთადერთი შერჩა იტალიის პრემიერს და ის აპირებს რომ ჩავიდეს. დაკავებს ამასთან ის. მაგრამ მოიხილებს. ზოგმა ქვეყანამ ის მაგარი მასია, ეს მაგარი თემა გაქვთ. ეს არის ექსპერტი. ექსპერტი. სკოლაში ხო იყო დამსწრო ყავდა. უკაროჯდებოდა, ხო? უკაროჯდებოდა რომ უყურებდა რა.
წინაზე არაფერი არ თქვა, იქ გაატარა რა. 34% ხო დაადო ჩინეთს. ჩინეთმა მეც 34%-ს დავადო. დავადოფო. ვა, ტარიფებს მოუხდა. იცინე და დამიღებთ მერე პირს. დაადვა, მე დაადვა. არა, იმან უთხრა, ინდოეთმა დაადევიო. ხო და 50%-ს დაგიმატებ. დავადოფო კი. დავადოფო. შემდეგი არის გამოგვიგზავნა ნინა ივანიშვილმა. NASA-მ კოსმოსში დედამიწიდან 41 სინათლის წელიწადში დაშორებით ჩვენს პლანეტაზე 5-ჯერ დიდი ზომის ბრილიანტის პლანეტა აღმოაჩინა. აღნიშნული პლანეტა ძალიან ახლოს არის თავის ვარსკვლავთან, ანუ მზესთან და მაღალი ტემპერატურის გამო ჩამოყალიბდა ახალი ელდორადო გაიწრო და. კი, ბრილიანტის პლანეტა იქნება არ გამოუსადეგარი არ იქნება მაგარი. ანუ ვერს გახვრით, აი ბოძის ჩარჭომა რომ მოგინდოს, ვერ მთელი პლანეტა უნდა წამოიღო. და რას ვერ გატეხა. ბეჭი და ბეჭი უნდა გაუკეთო დიდი ისა რა ბეჭდის. და დამჭერიო პლანეტა რო უკეთია. რა პლანეტა უკეთია. და დედამიწაზე 5-ჯერ დიდი პლანეტა. ცოტა უშინო. მაგას რაღაცას თუ ბუძგავდა, ააფეთქებ და მე დაერე. ხო და ისინი ნამსხვრევები მოხდება და ასერავს ყველაფერს. კოსმოსს დასერავს. სრუტით. ანუ ბადით რა. თევზი რო ამოყავს ხოლმე. თევზი და პეპლებს ვიჭერ. ესე დაიჭერბია. კაი გეკ მაგცან. კოსმოსშიც მაგრა ერკვებიან. ღარიბი შეყვარებულები რო არიან, ხო იცი, ვერაფერს ვერ ჩუქნიან გოგოს და აი ეს პლანეტა შევიდა რაღაცა. აი აბსოლუტურად უსარგებლო მაგარა დაიწყო ისტორია, დაიწყო მაგრამ ღარიბი შეყვარებულები რო არიან. რაღაცა კატეგორიებად ხალხი დაყვი. არ გინა ხო? ღარიბი შეყვარებულები ფილმი? ვა, კაი ფილმია. თუ სერიალი. სერიალი, ღარიბი შეყვარებულები 2. დაბრუნები. ჩემი მშობლები, შენიც სავარაუდო. რაღაც პერიოდი. ვა, რაღაცა სეუდიანად ჩამაფიქრა. გადმოგუწოდა ჩვენ. კი. ჩვენ რა დედაჩემს და მამაშენ. მე შემეშვი, ჩემები ცოცხლები ახლა. ცოტა ხანი თავი დამალე. დედამიწაზე 5-ჯერ დიდი ბრილიანტი. გადაიტყნა ხა. დედამიწაზე 5-ჯერ დიდი ბრილიანტი. რა მან რა უნდა ქნა, იცი, მან იქნება ძალიან. სავარაუდოდ ეს ბრილიანტი. რაში შეგილია, იცი, გაცვალო? ბირთვი ხო? აი, ბიჭო, რა ვიცი. რაც ჩანს თლიანად არის. არა, მე მგონი ბირთვი არის. ბირთვი. ჯეიმს ბონდის ახალ სერიებზე, ანუ სერიაზე ჰარი პოტერის და ადამიანი ობობას პროდიუსერები იმუშავებენ. არ ვიცი რას გვაძლევს ეს ინფორმაცია. მამას ისევ ბრილიანტის პლანეტა არ ჯობდა? არა, ისევ ეს არის? არ ვიცი. მე მგონი კი არ დამთავრებული. არა, ისი არა, ვიღაცა რა. დაიცადე. მე ხო რა ქალი იყო ერთი სერია. ბოლო სერიაში 007 იყო ქალი. ხო. მაგრამ ეს ჯეიმს ბონდად იყო. ხო. ეხა ანუ ჯეიმს ბონდს დაემატება ჯადოსნური ჯოხი და იმის გამოშვება? ალბათ. ანუ ხო რაღაცა ისეც მიყარა ტრიკო. მოტკეცი. ოღონდ როცა ის იქნება მნიშვნელოვანი მომენტი. დარან და გამოდის მაგტრიკო. ჩაულებრივი ადამიანი იქნება და გაჭირვების მომენტში გადაიქცევა ჯეიმს ბონდად ალბათ. ობობად. და ეყოლება ბუ ნაღდას უნდა ხავდეს. იმიტომ რომ ჯეიმს ბონდსაც ხო ყავს ვიღაცა ჭკვიანი რო ეკითხო. ეს საათები და რაღაცები ამოვიდა ყელში. ლაზერს ისვრის და მანქანა რო დაფრინავს და ეხა ბუ. რამე დაჭირდება ბუ მოუტანს. ის მეცნიერია. ტარან და ბუ ვაჭდება. და ის უხსნის რა კიურო ყავს. რო ამბუსაკ ესეთი თვისებები აქედან კლინტავს იქიდან ის კარტი რაღაცა. და შეგიძლია ეს ბუდაშალო და ფერარი ააცხო. ან რაღაცა. ან წყალქვეშ ჩამოით. თავზე ჩამოიცვა და წყალქვეშ ჩამოით.
ხანძრის პირში ჩაიტო და ისუნთქო. და ისუნთქო. ჩერეს ბუისუნთქო. ეს მოეწონა გიორგის, ეს უკვე მოეწონა ბუზე. თუ გაგიჭირდება დაკლა და შეჭამ. შეჭამოდაცულებს მოაგროვებ და ახალი ბუგა გიწდება. ეს ბუკი შეთავსებით მუშაობს რასადროდისში. ეს ბატონმა წამყვანმა არ გაგვიგოს ბუზე ესეთი ამბები რო გვაქვს თორე სათაურშიც რაღაცას ის ჯეიმს ბონდი და მუსიკალური ბუ. რა საინტერესო სათაური. ჯეიმს მაგაციცე ღარიბი შეყვარებულები ჯო. ეს მელოდრამა მაინც არის. ტრაგედია არის. ჯეიმს ბონდი და ღარიბი შეყვარება. ის ხება თავიდან რომ ღარიბი იყო. შეყვარებული ყავდა. 50 მილიონი დაკარგა სალარო. სათაური. შეიძლება მეტიც. ინტერნეტში გავრცელდა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო თუ როგორ ეშინია მძინარე ციხს ჭექაკუხილის. უშინე თოთი. ვაი, მე საწყალი გულზე ხელი როგორ მიიღე. აუ ბიჭო რა საყვარელი ყოფილი. პიროვნებაც იყვიარი და ხო, რაღაცა ისა. საწყალი ძინავს თო. ვაი, თქვენიდეთ. რაღაცა корпуში ცხოვრო. არა, ისა ციხის სახლი არის. ციხის სახლია აჭედა. DSP-სგან არის გაკეთებული სახლი. არ არის DSP, ხეა. ხეა. DSP-ა ნახენა გახვრეტილში. ის ხო, მაგრამ ეს თარო ხეა. არა, თაროც DSP-ა. აუ, რაზე ლაპარაკობ, ციხს გული არ გავუსწრებ. ამგონია რომ ციხს ეს თვითონ აეშენებია, ისეთი შურუპები აქვს გაშვებული. ხო. ეს ნაჭერი რა, განსაცმელი გაიხადა და დააწყო ეს. ეს არის არა, რასაც იფარებს, ეხა ცხელა უბრალოდ და ეს. ამინდები რომ გამოვიდა, აღარ იფარებს, ზევიდან წევს. შემდეგი არის ბულგარეთში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ფეხბურთელის ხსოვნას, რომელიც ცოცხალი აღმოჩნდა. და ამ სიჩუმეში თქვა, ცოცხალი. არა, ყველა რო გაჩუმდა თქვა, ცოცხალი. სანამ მატჩი დასრულდა, მანამდე მიხვდნენ რაც დაემართათ და კლუბმა სოციალურ ქსელში გამოდოროთ ცოცხალი ბოდიშს ვიხდითო რა. ლევსკის და არდასას შორის არ ვიცი ეს გუნდები თუ იცით? ესეთი მატჩი იყო. პროვსკი ვიცი და არდასა არ ვიცი. შეხვედრის დაწყების წინ ფეხბურთელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს არდასას ყოფილი ოღონდ ალბათ ყოფილი უნდა იყოს ჭყალებში მოთამაშის პეტკო განჩევის ხსოვნა. კიდე კაი ყოფილი, მოქმედი და თან რო იყო იყო. მაგარი სტადიონის ნახე რა რეკლამა, ბესპლატნი კაზინო. რა საინტერესო ჩემპიონატი არის, არა? ჩემპიონის სპონსორია უფასო კაზინო და თამაშები იწყება ცოცხალი ფეხბურთელების პატივის მიგებით. ვა, უფასო კაზინო რა არის? ბესპლატნი კაზინო. ხო და რა. ეს არის უფასოდ შედიხარ რა. ფრიბეტებს გაძლებ. ალბათ ხო და იწყებ და მაგეთ ამბობენ. და ის არა ქვია, რა მაინტერესებს? რა გაინტერესებს? ეს მოთამაშე დიდი ხნის წინანდელი ხანდაზმული კაცი იყო და ეგონაც რო გარდაიცვალა თუ შარშან დაანება შარშან დაანება და რო აღარ გამოჩნდა მოკვდა ეთყობაო თქო აგულიერის თავებით არა ძველი იყო და მე შვილი მოთქვა სკოლაში რომ ბაბუა მომიკვდა რაღაცაზე და ო დავალება არ და იმ კლასში იყო ამის მოთამაშის შვილიც და სახში მიიტანა მომკვდარაო და რა ის კაცია ხო ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები. კარგი ბიჭი ხარ. არ ვიკითხავ რომელი მოგეწონათო, იმიტომ რომ დათოს ისე არ მოეწონა და ის ისეთი სიზღით იყო. ყველა მომეწონა. მეც ყველა მომეწონას არა, ყველა ეხლა. თვითონ ნიუსები მოგეწონა, მაგრამ განხილვა არ მოგეწონა. კლინტს თუ გვაჭმევდნენ ეგარ მომეწონა, მაგრამ ანუ ჯენი. გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე, ტრადიციულად სტუმრის ბლოკი გვაქვს კაცებში და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია რაგბის საერთაშორისო არბიტრი ნიკა ამაშუკელი. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად თავად. გამარჯობა. კარგად, მადლობა რომ მოხვედი. მადლობა მოწვევისთვის. დიდი ხანია თქვენს გადაცემას დიდი სიამოვნებით უყურებ და გამიხარდა. და მომეწონა ნიუსები.
რამდენი ხანი სპორტში ვარ და უფასო კაზინო პირველად. არც ერთ თამაშზე ეგეთი advertiser. ბულგარეთში, მარტო ბულგარეთში ხდება. წავით ბულგარეთში. შეიძლება ბესპლატნი არ არის უფასო ბულგარულად. აბა რა არის? ნიშნავს რო ვერ მოიგებ იმას. უშანსოს. უშანსო კაზინო. რა ხდება რაგბიში, როგორ რა ბოლოს რა იმსაჯე? ეხლა ჩამოვედი მერვე ფინალი ჩემპიონთა თასის ტულონი სარასენს. არ ვიცი რა დრას გეუბნებათ ეს გუნდები ბევრს ალბათ. არც არაფერს არ არის ეს მასიურად ცნობილი, მაგრამ საკმაოდ კაი თამაში გამოვიდა ჩვენმა ქართველმა ბექა გიგაშვილმა ითამაშა ტულონის შემადგენლობაში. არ ჭირდებოდა დახმარება ესე მაინც რაღაცა უკარი შერკინება რომ დაიწყო აი ბექა შემოვიდა დასვენებული შემოვიდა რა შერკინების მოთამაშეა და შერკინება რომ დაიწყო ისე უყურებდა ინგლისელ მოწინააღმდეგეს ახალგაზრდა ბიჭი იყო ეს ლოკე ბღაჟღაჟა სარასენსის პირველი ნომერი რომ აი ესე ვიცოდი 10 წამში რაც მოხდებოდა რა მარილი და ციცა გაკოჭაჭებოდა ესე უყურე აი და ისე უყურე და ვიცოდი რა მოხდებოდა და 10 წამში აი გააგდო ჰაერში ეგ ისეთ პატარა მატჩი იყო თქვენ ისეთი არა მერვე ფინალი იყო ჩემპიონთა თასის ყველაზე მნიშვნელოვანი რანგით ვიძახი რა გიმსაჯი 6-ერი ყველაზე დიდი რაც არის ხო და გასულ 6-ერზე საფრანგეთი ინგლისი საფრანგეთი ლონდონში ეგ იყო რაღაცა ბომბის ბომბა იყო ეგ თამაში და ნუ მსოფლიო ჩემპიონი 2023-ში რა და 6-ერი მაინც მსოფლიოს შემდგომ ყველაზე ისეთი პრესტიჟულია რა და ძალიან ბევრი ამბავი მოყვება ხოლმე საჯების მიმართ ძირითადად ნეგატიური, მაგრამ ეგ აცხოვრება რა. ხო, არ მინდოდა მე თქვა, რაც მსაჯებს გინება, როგორ გიდგათ პირში სულ და მეკითხა ვიღაცის. მარტო გინება რომ იყოს წევლა არის. თურმე მე მეგონა მარტო ჩვენთან იწყევლებოდა. თურმე შენ არ მეტი სახში ცოცხალი და რაღაცებს იზახია? აი, ხო, აი მაგალითად ყველაზე გავრცელებული წყევლა რაც გამიკვირდა, ხო იცი არ თვითმფრინავით ვარ იქ ჩასული. და იცი არ თვითმფრინავით მან დავბრუნდი. თქვენ შენ ჩამოგივარდეს ეგ თვითმფრინავი მეუბნები. აი მე მერჩი, მაგრამ იმ 150 კაც რაღაც ჩემთან ერთად ხდება. ანუ მე რომ გადარჩე. ანუ ეს წევა საერთაშორისო პონტია? თურმე სართულებიც ქონია, რა ვიცი. კიბოდა გინება? არა, გინება, ეხლა გინება საყოველთაო. აგროვებ მაგწყებს, რომ გამოსცე მე. იცი რა არის? სოფლიოს წევრდეს. გინებაზე ისე არის მარტო მსაჯი არ არის რა იგი მოთამაშეც და მოწინააღმდეგეც და შენიანიც და ყველა საგინებენ მაგრამ აი წევლები რაღაც ფეხბურთელს რო ანუ რაგბის მოთამაშეს რო წევლიდნენ არ გამიგია ხო არა მაგრამ ნუ ხალხი პირად ჩათებში კიბოდა გემართოს და რა აღარ წერია თქო შენ გადარჩენილი ხარ რომ მოთამაშეები არ იწევენ მსაჯებზე ხო რაგბში ნაკლებად მიუხედავად იმისა ეგეთ ჩემ კარიერაში ყოფილი საქართველოში ხო დავიწყე თავიდან ქაოსი იყო ძალიან ისეთი ყოფილა ეგეთების და თუ დამჭრეს თამაშის მე დანა დამარტყეს და მართლა? უიდე. ხო და გურთან ახვედი თავს. მე როგორც ხდება? აბა წევლა რაში. გურთან მე იგი. და იმის მერე პატარა ჯაყვასუდა. გურთან ის იყო რა ქვია, ჯარიმა სწორი იყო და იქ განხილვა იყო რა. არა, ნუ ხდება, მithomეთ რომ მოვედი ქაოსი იყო ძალიან დიდი რა, პატარა ვიყავი თან და ხან რავი. კარიერა ისე დავიწყე რა, რომ როგორც მოთამაშე ისე დაიწყე. კი, მოთამაშე, მაგრამ ტვინის შერყევი მქონდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე ვეჯახებოდი ხოლმე, რომ მე ვიღებდი ტვინის შერყევას რა და მეხუთე ტვინის შერყევის მივხვდი, რომ მე მივხვდი, რომ საჯი უნდა გამხდარიყავი. მივიდა დიდ თავიანებს ეჯახებოდი. ანუ ფეხში ჩაუვარდებოდი თავით, რაღაცა ისეთი ვიყავ, თავგანწირული მოთამაშე ვიყავი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ თავგანწირვა ალბათ სიკვდილით დამთავრდებოდა საათყაზე. ნუ წავედი მსაჯად. და რომ დავიწყე საჯები ძალიან არ უყვარდათ, მაშინ ახლა არ დიდად გიждდებიან, ახლა მაგრამ შეიცვალა, ახლა ძალიან შეიცვალა რა და მაშინ ძალიან არ უყვარდათ და ახლებმა დავიწყე პატარებმა რა 20 წლის ბიჭები. გვითხრეს რომ ახან პატარები ხართ და გამოუცდელებიო, რაგბის კავშირი ესაუბრა გუნდებს რომ ძალიან არ დაწნეხოთო რა და აცადეთო 1-2 წელიო სანამ გამოცდილება საკითხი. მაგის თქმა იყო და დაგჭრეს. და არ პირველი თამაში არის რა, არ დამოვიწყება, არმაზი ბათუმ საჯობდა 20-ის ვარ და საჯობ კაცებში და ვაფშე აზე არ ვარ, რას ვაკეთებ, აი უბრალოდ აი რაც გულით მჯერა, ცოდნა რაც მაგას. საათს უყურებ რომ გახდება როდის დამთავრდება და გამოვედი და მიხარია რომ გადავრჩი. და რაღაც კაი შეგრძნება აქვს. თითქოს ეგეთი კატასტროფაც არ მიქნია, რადგანაც ველოდებოდი და ნუ გარჩევა არის. მე ხო ვიდეო ანალიზი დგება და გარჩევა და ერთად ვიყავით ერთი 20 კაცი რა, კაბინეტში რომ ირჩევა თამაში.
და ჩავერთეთ თამაში და ჩვეულებრივად უყურებთ კამერა მიდის და 37 წამზე არის შემდეგნაირი შეძახილი. სუდია შენ ნაბზვარო. ნაკელი ამისთან. არაფერი, აი ესე უბრალოდ. გახურდა ჯუაკი. აი ეს არავინ არ გაგლანძღავ თუ არავინებს და 37 წამზე ეგ შეძახილი არის რა და ეს ისა ტრიბუნი და ერთი ამ საჯმა ყველა მე გამომხედა რა და ნუ ატყდა ერთი სიცილი და ამბავი. აი მანდ მივხვდი რამდენად რთულ პროფესიას შევეჭიდე რა რომ 37 კარიერის 25 თან რო დაგვპირდნენო ეგეთები არ იქნებაო და მეთქი ეს პირობა რომ დამთავრდება მე რეები იქნება თქო მაგრამ ნუ ეგა საჯის ცხოვრება ეგეთია და ეხლა გურის ამიტომ ალბათ ყრუ უნდა იყოს და წერა კითხვის უცებ სამაგი ბავშვობაში რაგბის საყურებლად ქუთაისში ცუდ მოედან ტალახში თამაშობდნენ მაშინ მოედანს ვინ მისცემდა მაგათ და ჩემს გვერდით და ჩემი თანატოლ ბავშვი და მამამის ეკითხება საჯი რომელიაო და აი სუფთა რო არისო პირდაპირ და გადატანით ისეთი ამბავი მაქვს ერთი მოკლედ ეგეც ეგ პერიოდია რომ პატარა ვარ ძალიან და ქუთაისი აი ახლა ძალიან მაგარი სარაგბო სკოლა აქვს აიას და ძალიან ტრადიციული და ძალიან პატივსაცემი რა და საბჭოთა კავშირი ხო და ნუ ძალიან მაშინ მაგარი ახლა ძალიან მაგრები არიან ახლა ლიდერობენ და მოკლედ ახლა ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს და ყველას ძალიან დიდი პატივსაცემი მაგრამ მაშინ ქუთაისი იყო ძალიან რთული სამსაჯო ადგილი რა იმიტომ რომ გამორჩეულად არ უყარდა საჯები ეხლა ძალიან შეიცვალა ძალიან და ჩემი უფროსი სამსაჯო მირეკავს რომ რაღაცა სამძიმრის ხმა აქვს რომ მეთქი რაღაცა მოიღაცა ხო არ მოგკვდა შვილო ბოდიშიო რა ქუთაისი არმიაზე უნდა დაგნიშნოთ ეს არმია მაგარხოძე იყო და ვერ იტანდნენ ამ არმიას იმიტომ რომ ფული ქონდა ჩემპიონები იყვნენ და აი არმია იყო ძალიან დიდი ჯახი ეხლა პატარა ბავშვის გაშვება მანდ იყო რაღაც მხრივ გაწირვა რა იმიტომ რომ შანსი არ იყო იქიდან ცოცხალი ჩამოხვიდა ან მაგარი საზალბაზნე ხორცი აი იმენა და ეს რა უქნა შვილო უნდა დაგნიშნო რა მეთქი წავალ რა ვარ მომკლავენ ბოლოს მაგინო წევი შენც ისე წავედი მოკლედ და აი სტადიონი რა შენახსენე ძველი დინამოს ის დინამოზე იყო ძველი სტადიონი იყო ტორპედო ბოდიში ტორპედოს გვერდით ხო ტრიბუნები ძალიან ახლოს მომდგარი და საჯობ მეც რა შემილია ხა ახალგაზრდა ბიჭი არ მაინტერესებს ვინ მოიგებს მოიგებს და მოკლედ მთელი თამაში აი მან აღმოვაჩინე კიდე სხვა გინებების ის რო არსებობდა რა ქალი კაცი ბავშვი პენსი ყველა მაგინებდა და მოკლედ ერთხმად და თამაში სცენარი ეგრე განვითარდა რა რომ აი ამ ბოლოს დაუდო ლელო და რომ დაარტყას გარდასახვა იგებს თამაში და მარტივი გარდასახვა აქვს რა და მე ცოტა მიხარია რომ მეთქი მოიგებენ მე გავიპარე და მეთქი არ უნდა გააცილოს ეს გარდასახვა რა უნდა დაარტყას და გაიტანოს და იგებენ და მეთქი ხო მორჩა და ურტყავს ეს მოთამაში რა და დაარტყა და აცილა რა და ხო ვიცი მეც ხო წააგეს და მე ხო მომხვდება მაგრამ მაგრამ დაიწყეს ჯერ იმ მოთამაშის იმით და მეთქი ეგა სანამ ამას არიან და მეთქი გავიპარები და რაცამ დაიძახა მაიც აკაცო იმას უაგინებთ ეს ხო და ეგ რო დაიძახეს უკვე რიკოცო ვიყავი წარმოიდგინე და მე იქნე გაპარული ვიყავი რა და აი ეგეთი ხო ნუ ეგეთი ამბავი გადავრჩი მან რის მიხედვით ხდება საჯი ანუ რა განხილვა მე რეკულებს უწერენ თუ ანუ ეს კარგი მსაჯია და მოდი ფინალი იმ საჯს აი რის ეგრე პერფორმანსით ანუ ჩვენ დიდი ბაზა გვაქვს რა სადაც აი ძალიან თითო დეტალს ძალიან დეტალურად განვიხილავთ და პერფორმანს შესრულებას აფასებენ რა რომ აი ქულებით ფასებენ კი ანუ აი რამდენი 5-10 ქულა რა ანუ ყველა აი ქულით არა უბრალოდ აი რამდენი გადაწყვეტილება გაქვს პოზიტიური რამაც არის მოქმედა ქულაზე არის მოქმედა რაღაცა დიდი აი უსაფრთხოება ეგ რამე საერთაშორისო სტანდარტია კი რა თქმა უნდა და მე მაგიდან დგება ძალიან მაგარი ანუ მუქი მწვანე პერფორმანსი ღია მწვანე არის კარგი average ანუ საშუალო არის ყვითელი და მე შესაბამისად შავზე გიშვებენ შავზე გირეკავენ და ის ჯობია ის არის ანუ ორგანო აი სოფლიო რაგბის თამაშებს 6 სოფლიოს და ტესტებს deep state ხო რაგბის deep state რა ორგანო ვარ ჩვეულებრივი სოფლიო რაგბი რომ თავისი მენეჯმენტი ყავს ელექტორები და ესე შემდეგ დამონტაჟებულს უყურებენ და მე ხო კი ძალიან დეტალურად აი იმდენ გადაწყვეტილებაზე არის და იმდენ ასპექტში ფასდები რომ რავი და მე შესაბამისად გაქვს აი წლების მანძილზე რა იყო რთული მაგ სხვა რა ისეთი რაღაცები შედის აი თქვა ამოჩაჩული არის როგორ მები დავარცხნილი კი მე
ამას წერს აი ეს თუ არ გავიპარსე მინიმუმ 10 მესიჯი მომდის WhatsApp-ში წერი რატო არ გაგაპარსო წერი რატო არ აი ძალიან ტატუებიც ხო არ შეიძლება ტატუები არ შეიძლება მაგრამ მე გამოსაჩენ ადგილას არ მაქვს გაკეთებული და გამოსაჩენზე არ აჩაჩული არ შეიძლება და აუ ძალიან მკაცრად ძალიან ეს ფორმას გირჩევენ აი კოსტუმ შარდით რო შემოხვიდე კოსტუმ ადრე ეგრე 50-იანებში ადრე ეგრე მსაჯობდნენ რაგბის მსაჯები არ კიდევ სურათი ჰალსტუხი და შავ კოსტუმი ეგეთი ის იყო და 6-ზე მიდიხარ ვალდებულება არის რომ თამაშამდე და თამაშის მერე იყო შავ კოსტუმში ისე მართლა ფუნქციონზე ვერ შეხვალეს ხა და მე თამაშამდე კოსტუმით არა თქო უნდა და ფიზიკურად კარგი დატვირთვა ხომ საჯის ძალიან სერიოზული დატვირთვა და გვაქვს თუ რამე გუნდთან ერთად თუ არ გიქნა არა თალკი მარტო ან საჯი არის აი ძალიან ისეთი სპეციფიური რა გუნდი ხო ახლა შენ აღდგენა ცალკე აქვს უნდა ეს ვარჯიში ის ვარჯიში ცალკე აქვს საჯი ძალიან სპეციფიური აი შენი ცხოვრება გაქვს და ათლეტი შენ უნდა იყოს მსმელი შენ უნდა იყოს ხალტუშიკი შენ უნდა იყოს აი შენი ცხოვრება მწვრთნელი მყავს მენტორი მყავს რომელიც აი უმკაცრესია და სადაური ირლანდიელი და 8 წელია ბაბუაჩემს ვეძახი რა თვითონ იცის რომ ბაბუაჩემს კი მაგრამ არ მოწონს მაგრამ შევაჩვიე ძალიან კაცრი კაცია რა და აი ისეთი კაცრი კაცია რომ აი გარჩევები მქონია ცხოვრებაში აქ რა საკეთებ შეიდიოტო და აი ეგეთი გარჩევები ძალიან და ბოლოს მივხვდი რომ ამ სიმკაცრეს უნდა შევჩვეოდი რა იმიტომ რომ ეგაა სამსაჯო 90% არის კრიტიკა რა შენ პერფორმანსის და ფიზიკურად ყავს ფიზმომზადების მწვრთნელი რომელიც ცალკე დილა ყინვა ქარია ის არ და რამე ესეთი მოთხოვნები აქ რომ ცეკვაზე უნდა დადიოდე ცეკვა როგორ იცი თამაშის კარგად მღეროდე ხო აი თამაშის მერე თვითონ მოდის ხოლმე რამდენიმე ბაკალის მერე ცეკვა თამაში მესამე ტაიმზე დებატებია რა თქმა ხო მოდის საჯიც მოდის ყველა კი და იქ სერიოზული სიმაღლეა ჩახებული ხო ამიტომ ჩემი ნახევარი კარიერა მთრალი მაქვს გატარებული მანდაც მზად უნდა იყო ხო მანდ უნდა იყო ყველაზე მეტად მზად ვერ დავრი ხვალ სამსაჯო მაქვს არ გეტყვი შენიშვნას გაძლევენ წარმოიდგინე სოფლიო რა გაძლევ შენიშვნას რომ არ სვავ მართლა ანუ ეს social უნდა მანდ როგორი ის არის რა ქვია დრესკოდი იცი თუ ოფიციალური არის მან ჩავა კოსტიუმი და თუ მე ცალკე საჯები მოტეხილში მიდიხართ მე რაც გინდა ჩაიცვი სადღაც ტიტული ნუ მიხვალ ოფიციალური ეს მესამე ესა ოფიციალურიც არსებობს კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მასპინძელი გუნდი შემდგომ იქვე სტადიონზევე იქნება რაღაცა დიდი დარბაზი და იქ იმასპინძლებიან და რა თქმა უნდა ეს რაგბის ერთ-ერთი ხიბლი ეგაა და პურმარელი საკლავი დაიკლა და რაღაცა საკლავი ისე არ სკინტლიანი რზე არ მოვაქვთ მაგრამ რა ვიცი ნუ კარგი პურმარი კი ძალიან თევზი იმას მაკრვანო ფრანგებმა იციან განსაკუთრებით აი საფრანგეთში ძალიან დიდი კულტურა არის მაგისი აი საფრანგეთში გრძნობ რომ აი თელევნებით და იმით აკეთებენ და აი შემოვიდა და არის სტეიკით შემოდის და თავის ყველაფერი და საკონდიტერია კიდე ძალიან მაგარი. თან კიდე თანაშემ წერჭი. როგორ სამ 10 კილო დაიდო და სად დაინახა თავისი თავი. წესები იცი რაგბის. რა თქმა წესები ბიჭო, მე ვიცი სუპრის წესები. რაღაცა. ეს იქნება მესამე ტაიმის მსაჯი. რაგბი იცი როგორი თამაშია? თეორიულად შეიძლება არც დამთავრდეს. კი. ხო, ეგეთ თამაში. ხო, თუ არ გადავიდა. ანუ დრო დამთავრდება შეიძლება თამაში გაგრძელებულა სიტყვაზე 20 წუთიც მეტიც. ბურთი უნდა გახდეს უქმი რა, ანუ ან აუტში უნდა გადავიდეს, ან ვიღაცა სტილი უნდა დაუვარდეს და თუ ეგ არ მოხდა, მიდის თამაში სამუდამოდ. თეორიულად მაგას მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ეგეთი რაღაცა, მაგრამ 20 წუთი, ან 80 წუთი და 20 კიდე გაგრძელება. როშია თქო რომ მოთამაშეები სპეციალურად აკეთებენ და ორი თვია გარბენიებენ. შეგიძლია რაღაცა წითელი მიწე გააგატო რაღაცა. ქონია მომენტი რომ და დასრულებდა ვეიცებ რაღაცას რომ და კვალიტი გინდა ეს ამეებით გაფასებენ და რაღაც რეიტინგი არის მსაჯების რომელშიც შენ ხარ მე რამდენი ამ მომენტში პირველი მართლა ვა რა მაგარი ამ მომენტში პირველი წამიყვანე მეც უფრო დიდი შანსი გამიჩნდა უკვე როგორ არის იცი სიტყვა ეთქმის კი უკვე ისე არის ბავშვებიდან დაიწყებს და ძალიან მაგარია თო რამდენი ხანი დაგჭირდა რომ პირველი გამხდარიყო იცით ეს ახლა ოფიციალური ეს შიდა კულისური ის ამბები და სად რაც ელიტაზე მსაჯობ უკვე 5 წელია რა ნუ სწრაფად მოხდა ძალიან და მალე ავიდი
რაღაცა, იმიტომ რომ ისეთ თვისებები დაინახეს, რაც ჭირდება რომ აი ეს ტოპ ტიპებიც შენაირი ახალგაზრდები არიან. არა, ისე უმეტესად არიან აი 35 და ზევით, 43 რა, ესე. ზედაზღვარია, ფეხბურთში აქვს 43-4 ეგრე არიან. მაგრამ კაში როგორ ხარ მისული, შეიძლება ისეთი ჭრილობები გქონდეს, იმ ხრივ მენტალურად ძალიან რთულია და ისეთ რაღაცა არიან ჩვენთან მსაჯი, ვისაც ძალიან რთული რაღაცები აქვს გადატანილი, აი ძალიან და რამაც იმოქმედა მაგათ ოჯახზე ან იმაზე ან იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მარტივად რომ თქვა სოფლიო ჩემპიონატის მე მქონდა სტატისტიკა რა რომ თლიანი ბულინგი რაც იყო სოფლიო ჩემპიონატზე ეს იყო ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თუ All Blacks-ის თუ ნაკრების წინააღმდეგ თლიანი ბულინგის 33% აიღო ერთმა ადამიანმა ფინალის მსაჯი წარმოიდგინე. მე იყო ინგლისის ნაკრები, მე იყო სამხრეთ აფრიკის ნაკრები. 33% რო იღებ თლიანი, სადაც ყურებადობა 800 მილიონი არის, წარმოიდგინე. ანუ რავი, ეგეთი რაღაცები რო გადატანილი. ცხოვრება გეყოფა, ეგეც. არა, მან გამოიზრდა. ჰონორარიც ალბათ შესაბამისად თამაშების მიხედვით არის. ფეხბურთთან, კი, თამაში ერთი სტანდარტული ჰონორარია, ფეხბურთთან აი ახლოსაც ვერ ფეხბურთი ყველა სპორტი ეგრეა. ხო, ყველა სპორტი ეგრეა, მაგრამ ნუ არის კი და არა, ხო და მაგის მიხედვით არის თულს იმაზე რა ხო. ბულინგზია მეტფულ. ხო, არა, არ არის ეგრე. ცოდო აი ხა იმან 30% აიღო და 30%-ით მეტი არ უნდა იყოს. როსილარი დაუმატა. შენ ამ გინებებისთვის რა შენ ამ რაღაცის კომპენსაცია ხო უნდა იყოს. რა აქვს ბევრი უცნაური და რთული წესი, რომელიც ალბათ ბევრმა გულშემატკივრმა არც იცის. ხო, გაურკვეველი ამბები ხდება ხან. მე ხარ რაგბი, უყურებ, მაგრამ რაღაცეები არ მესმის. მე ჯიმახტომ საჯებმაც არის. აი, მაკეთ მივდიოდი. იცი როგორ ანუ ელიტარულ მსაჯებმა აი აბსოლუტურად ყველა წესი იციან და რაგბის თავარი სირთულე რა არის იცი წესები ეს წესები რა თქვენ ახსენეთ რა არ არის შავ-თეთრი იმიტომ ერთ მომენტს ისე სწრაფად ხდება რომ ერთ მომენტში შეიძლება სამი გაგრძელება გქონდეს რა და ამ სამი გაგრძელებიდან მსაჯებს რო კითხო ერთმა გითხრა შეიძლება შავი ერთმა თეთრი ერთმა წითელი და ხანდახან ჩვენც ვერ თავხდებით ხოლმე კაბინეტში ვიღაცა იძახით რომ ჩემთვის ყვითელი ბარათია ვიღაცა იძახით რომ ჩემთვის წითელია ვიღაცა იძახით ჩემთვის ვაფშე არაფერი არ არის რა უნდა მოთხოვე რომ მაყურებელი როგორ უნდა გაერკვეს ეგეთ რაღაცაში როცა ჩვენც ის გვაქვს რა და ხო და მაგიტო რაღაცები მიგეცნობენ ეგ დროთა განმავლობაში არ იცვლება და არ ცდილობენ რომ მეტად ჩავთეთრი გახადო მაგრამ ძალიან რთული ისეთ სწრაფად ხდება მოედანზე რაღაცები აი პირველი ელიტარულ რაგბთან პირველი შეხებები რომ მქონდა აი სავი მიქანავებდა რომ მე მეთქი რამე ხო არ გამომრჩავა ესენი როგორ ეჯახებიან ვახ აი ესეთი მომენტები მქონდა ეხლა შოკის მომენტი რა თქმა უნდა გადავაგდე იმიტომ რომ შოკირებული თუ დარბი ხარ რაღაცა გეჩვენება მაგრამ თავიდან მქონდა ეგ მომენტი რომ საათი ან ძნელი პროფესია წარმოგიდგენთ გაფაციცებული და ესე დარბი ხარ 10,000-ობით ადამიანი იცი რომ დამთავრდება ტელეფონს გააღებ და 10,000 წეველა გხდე და ხელფასიც დიდია რაღაცა შავი მუში რაღაცა ხო არასწორი პროფესია ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მომენტი რა იყო იცი რაც მივხვდი რომ აი სპორტსმენმა აი ფეხბურთელმა რომ ძალიან მაგარი თამაში ჩაატაროს რა აი გოლები გაიტანოს აი მაგარი იპონი ძიუდოის მამო რაგბი ბოჭვები ლელო ერთი ორი კვირა ყველა მაგაზე ილაპარაკეს რა რომ აი აუ ამან და თამაშის გმირი და ესა და საჯმა რომ ძალიან მაგარი პერფორმანსი ჩაატარა მაგრამ იმ საჯოს არავინ აი მაგრა იმ საჯოს თავარი ჯილდო რა არის არავინ არ გაგინებს არავინ არ გაგინებს არ არსებობს არა არის რაღაც თამაშები მქონია რომ ძალიან მაგრა იმ საჯა და რო ელოდები რომ ვიღაცა მიქნებ კაი რაღაც არავინ არ გაგინებს ეგა შენი ჯილდო კაის არავინ არის იტყვა და რა მაგარი თამაში იყო და მორჩა არ ჯილდო ეგა რომ არ გაგინებს ხა მაქსიმუმ თქვა რომ აი საჯმა არ გააფუჭა თამაში ხო მართალია ეგა ჯილდო რა და აი მაგასთან შეგუება ცოტა გამიჭირდა კი შეიძლება გალოთდე ხო გალოთე არ გალოთებული ისა ის ხო გიკეთია ვისალაპარაკები მაგით ესე იგი ოჯახს როგორ ახარ WhatsApp-ი აქ ჩართო ვამთავრებ ხა და რა წამოვიდა უნდა რეულობ გადავრჩე ვიდეო მსაჯი გვერდით მსაჯები მეოთხე მსაჯი და მეხუთე მსაჯი თელი ის გვაქვს ჩატი გვაქვს და ის იყო სეკრეტ სანტას თამაშობთ მე ახალ წელს სეკრეტ სანტას რა ვიცი ახალ და რაზე გაქვს ეს ჩატი სიგნალზე ალბათ უნდა მაგორგის მინო წვნელები გვისმენ მართლა რა თქმა უნდა ეგ რაგბი ეგაა რომ ისა კრისტალიზირებულია იმიტომ რომ წვნელებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე ჩვენი კომუნიკაცია რომ
წამებში გადაწყვეტონ ანალიტიკა და მისცენ დირექტივები მოთამაშეებს რა და ეგ არ ვიცი. ამიტომ ფეხბურთში ეგ რო დანერგონ საჯის ხმა ეთერში სპორტი ფუნდამენტურად შეიცვლება. აბსოლუტურად სხვა სპორტი იქნება და ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით. იმიტომ რომ იქ ხო ცოტა ეჭიმებიან საჯ ფეხბურთელები და მიდის ეს რაღაც საჯის რაღაც ცოტა ფილს იტყობს, ტუჩებს მზრო. ჩვენთან ეგეთები არ არის, იმიტომ რომ ეთერში ეგ რო გავიდეს, საშინელება იქნება. თან რა ეთერში გადის? კომენტატორებსაც ეს. კი, ყველას თქვენს რო უყუროთ რა ისმის რო ლაპარაკობ. ანუ მე რომ მოთამაშეს ვეუბნები რომ აქ ეს აღარ დაარღვიო, თორე ყვითელს მოგცა, ყველა მიცის და ყველა ელოდება მე ყვითელს. განმარტავს ყველა რა. ხო, რომ რატო დაგაჯარიმე რა ქენი არასწორად ისმის. ხო და ჩვენი ეს კომუნიკაციის სისტემა ძირითადად აგებულია აი ერთმანეთს ვეხმარებით. ჩვენი როლი გვაქვს, მთავარსაში თავისი როლი აქვს, გვერდით თავისი როლი, ვიდეოსაც თავისი. და აი წარმოგიდგენთ მილიწამებში რომ ხდება რაღაცა. აი ჩვენს რეაქტიულად კატ ერთმანეთს ფაქტებს უცებ უზიარებთ, რომ აი ვიცოდეთ, ან შეიძლება კაპიტან მრაზე დაგვარტყას, ან შეიძლება ეკრანზე რა გამოვიდეს, მე არ იცი რეჟისორი რას გაამეორებს დიდ ეკრანზე, იქ შეიძლება თან რა გვიხოთ დიდ ეკრანზე გადის, მაყურებელს წარმოგიდგენთ საფრანგეთში რომ საჯო, ფრანგები ძალიან ყველაზე აგრესიული ადგილი სამსაჯოდ არის საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა რა. აიტანო, სამაგიეროდ გემრიელი ნორმალი. მაგისთვის ეგრევე გადაწყვეტილება რომ გამოდის და 80,000 მაგინებს ეგ ფიქრია რომ აი არა უშავს მოითმინე მაგრა შეჭამ. მოითმინე მაგრა შეჭამ ცოტა ხანში და გამოდის. ის სიტყვაზე და ფრანგი რეჟისორები არიან ცოტა როგორები, იცი? საფრანგეთის წინააღმდეგ რაც ხდება, ის უფრო ხშირად გამოდის, რა თქმა უნდა და მაყურებელი რო შეხედავს ამ ეკრანს და უწტვენა რო იწება, ერთ ყურში ხო ეს მიკეთია და ეს ყური ისედაც წარჩეული. ეს ყურიც ამ ყურშიც აღარ მესმის არაფერი და ყრუდები ხოლმე, საერთოდ იმ ხელას ტვენა არის ხოლმე და ახალი ზელანდია არ არის ეგეთი. ახალი ზელანდია ეგეთი აგრესიული არ არის. არა, იქ რა თქმა უნდა მაყურებელი არის, მაგრამ იქ საფრანგეთში და სამხრეთ აფრიკაში აი შენზე არის, იმენა აი შენზე მოდის ეს რომ მოდის იცი რომ შენ გისტოინე რომ რაღაცა რა და ზოგი დადის რომ საჭს უყურებს. ხო არა ეგეთი ისინი არიან ეხლა თქვი რომ მასტერის ვიმსაჯი ნორსემპტონი და წააგო მასტერს დაყვებიან ფანები რა ის ირლანდიელები და გამოდივარ სტადიონიდან და მესმის ვიღაცა მაგინებს თან კაცი არ არის აუხედე და ერთ 70 წლის ქალი აი ეს მიყურებს და ლუდი უჭირავს ხელში და ეს ერთი კი ვიფიქრე ლუდი არ გადამასხა კიდე გაიყო და აი რა ხდება მაგრამ ეგეთი ნება აქვთ რა ის კაცი გარდაიცვალა ხო ჩვენი სორელი გარდაიცვალა ხო ძალიან დიდ დამსახურება ქართული რაგბის და ხო იმის ხმა სულ ხო კომენტატორი იყო ხო არა მწვრთნელი იყო და მაგან ითვლება რომ მაგან გახსნა ჩვენი მორაგბეების გზა 2000 წლების დასაწყისში ხო 2000 აი ძალიან რთულ პერიოდში და საფრანგეთის ჭიშკარი გაგვიხსნა რაგბისთვის რა არავის არ ეცალა იმიტომ რომ შუქი არ იყო და ხანდახან ზამაინტერესებს რომელიმე გუნდი რომ დამიკავშირდეს რომ ეს არის მსაჯი და რაღაცა სადგიპოვო რაღაცა კაი ვარიანტი რო იყო ბულგარეთში ბესპლატნი კაზინოში მიპოვე. ბულგარეთში აი ბესპლატნი კაზინო. აი ვარიანტი რო იყოს რა. ბულგარეთში ორივემ რო იხეიროთ. რამდენი კომენტარი წამიკითხავს, იცი ფული აქ აღებული და შენი საყვარელი ნაკრები რომელია საქართველოს გარდა რა თქმა უნდა. ჩემი საყვარელი ნაკრები ხა სტილი თვითონ მაგას გულისხმობ. მომწონს საფრანგეთი როგორც თამაშობს, აი ფენომენალური ათლეტები ყავს და უმაგრეს რაგბის თამაშობს. ასევე მომწონს სამხრეთ აფრიკა რა. ჩემპიონატიც შესაბამისად ყველაზე კარგი საფრანგეთია. ხო, უფრო აი ნებიანი და ისეთი ემოციური და ძალიან აგრესიული გულშემატკივრით და ლეწავენ ერთმანეთს, აი თავყბას არეწავენ პირდაპირ ნიშნავს და სამხრეთ აფრიკას შენ როგორ დაიწყე რაგბის კარიერა? რაგბის თელი მუღამი, აი რომ მეტოქე უნდა დალეწო და მე დააფინიშო რა. ოღონდ ისე წესების ფარგლებში რა თქმა უნდა. მოერიო, უნდა გატეხო ფიზიკურად. მაგას აკეთებს ასევე სამხრეთ აფრიკა. უდიდესი კულტურის და ჯანის. ყველაზე ჰუმანური ეროვნული ქვეყანაა. შვეიცარია. წააგეს ჩვენთან 104-0 რო. შვეიცარია ხო იცი? დიდრები მოვიდნენ, არ დაიზიანეს არაფერი და ფორმალიტი როგორი აქვს? ყველი, ძირითადად ყველი. ხო, შვეიცარიაში არ ვარ ნაყოფი რაგბის მხრივ, იმიტომ რომ არ არის მაღალ დონეზე, მაგრამ ჰუმანურობაზე რა ხან მითხე ხა 104-0 რო წააგებს გუნდთან, ახლა ისეთი ხარ, ჰუმანური ხარ და ერთ შვეიცარიელს შევხვდი ახლა რო ვიყავი. ერთი კვირის უკან და ჰუმანურია რომ მოიგებ ცოტა ქულით 104-0 რა შენზე არაფერი დამოგიხსნა შვეიცარიელს შევხვდი რომელიც ორგანიზებაში იყო მეორე ფინალის და ისო ჩემი ძმაკაცები ნაკრებში იყვნენ საქართველოში ჩამოსულებია და მაგრა გვიტყითო და ისე გამოგვიშვითო და ჩვენო იდეაში საჭმელად და სასმელად ჩამოვედითო და
მაგრა გვაბულინგეთო და წამოვედი. ალბათ შედეგზე რომ მართლა საჭმელი. და ეთქო მაგათაც ეგ ფიქრი ქონდათ რომ მოვითმიოთ ის 104 დოლარს. არ გაგვაჭრე. რაღა დარშა და ჭამს. წოდნელი პირველ ტაიმს მე არა უშავ წვება 40 წუთი და მაგრა შევჭედა მე. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავ ჩვენი სტუმარი. ჯერ საჩუქრები უნდა გადმოგცით. მე ეს საჩუქარი არის ესე ჩვენ უკვე სპონსორისგან და დათოსგან ესე ვიძახი ხოლმე უკვე. ნიკორა ხორცს პროდუქტებისგან. ურმესი მადლობა. და იცოდე პატარა ჩეკა. ამოწმებს რომ ეს რო ჩაერთო. ამაკლესო. რაღაცა აქ იმას ხომ იცეს კაფეჩინას. მე მართლა რაღაცაზე იძე. დავეხმარები. მოკლედ ძალიან გემრიელი. დიდი მადლობა. ხორცის პროდუქტები. მაგალითად შევკინე ბაში პროგლობს დარღვევას და აქ როგორ ძართული საქმე. კალათი გამოგადგება მე იქ რო იქნება კარგი ჭამას შეიძლება ჩააწვა რაღაცები და მამას წავიღებ და იაჭაკით გასწვით და ამ კალათით რო ეს გადავდებ შენია ხელს არ ვახლებ და ეს უფრო იკოს მიმართულება ეს არა ეს ჯანელა მიცის ამის რაღაც მოგაცეები მაგრამ ეს არის ჩვენი მეგობარი არ დამეკითხავს დავანები სწორხნით ეს სწორ მოიცა ეს დალია და მე დაანე ან შეიძლება შეინახო და დააძველო აქ არის ორი ვისკი ლეიბლ 5-ის ერთი არის ამოიღე დამანახე ეს არის 12 წლის დაძველების ეს თუ ეს წინაზე მე რო შემხვდა ეს არის და კაია ჩეულებრივი ლეიბლ 5 და გარდა მაგისა ეს არის შოტლანდიური ვისკია კი ბატონო სხვა შორის იქ რო ჩახვალ მესამე ტაიმზე თუ რაღაცა შენი სასმელი შენი სასმელი და შენი წეხვებით ბიჭებო დღეს მე საერთოდ აღარ შევალ იქვე იმაში რაღაცნაირად ეს წევლა და გინება რომ ამოიღო და გარდა ამისა 17 და 18 გვაქვს საჩუქარი კიდე ერთი ეს არის ვისკის ფესტივალი ტარდება 17 და 18 მაისს აქ იქნები ექსპო ჯორჯია 17-18 მაისს აქაო ექსპო ჯორჯიაში სადაც ლეიბლ 5 გეპატიჟება ერთ მეგობართან ერთად მეორე მსაჯი წაიყვანე გვერდითი შენ შიგნითი არის და გვერდზე და მითხრა ან ვიდეო შენ შეგდე ის გარეთ იდგეს და ეკრანზე უყურეს რას აკეთებ შენ აი ასე ჩვენც ალბათ ვიქნებით და გნახავთ იქ ძალიან დიდი მადლობა პრინციპში შეიკრა ის გვაქვს ეს გვაქვს შეგვიძლია აღაც წავიდეთ შორს აქვე რაღაც მესამე ტაიმი აქვე და მომიციეთ გეშინია შეგენახება ეს ყველაფერი და ტრადიციული ახალი ტრადიცია გვაქვს ჩვენი ახალი სპონსორი სელფი და სელფთან ერთად უნდა გადავიღოთ აუცილებლად სელფი და მე რას დავაკვირდი წინა სელფი ვნახე ესეთი იდეა გამიჩნდა რომ ყოველი სელფი იყოს სხვადასხვანაირი ამიტომ მე ახლა ავდგები სადამდეც მომიშვებს მომიშვებ აი ესე ცოტა ერთი წამი მოდი აბა აჰა ეს სხვანაირია ცოტა მოდი იქიდან გადავავებიოთ რა მეცა სელფიო ბიჭო ეს სელფი გეუნება სიტყვა თვითონ და ნახე იმას გადავავებიოთ აი იქიდან თლიანად ჩემი თავია ხო და ეგ არის იუმორისტული გადაცემა შემდეგისთვის სელფი ჯოხი გამოიწა ხუიკ ესე სელფი გახდა 2 წლის ამასობაში ახალი საერთოდ კომპანია ვილაპარაკოთ და კიდე ლოიალობის პლატფორმა, სადაც ემატება ქართული კომპანიები და შეგიძლია სარგებელი მიიღო. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ. ეხლა უკვე სხვა თვალით შევხედავთ რაგბის. ეხლა რა თამაში გიწევს ყველაზე ისეთი ეხლა მეოთხე ფინალი მიწევს 4 დღეში სად ბორდო მონსტერი საფრანგეთში ბორდოში ძართული თამაში კიდე ერთ რამ მაინტერესებს სტატისტიკები ხო იდება რამდენს გადმიხარ თითო თამაშზე გადმიხარ 10.2 იყო ინგლისს საფრანგეთს ხო 10.2 კილომეტრი მაკედან 38 წუთი გული იყო წითელ ზონაში ეგ რა არის? შენი მაქსიმალური სწრაფად დარბი. დიდი პულსი იყო 104-ზე მაქსიმალური ასული და 85% მაგ პულსაციის დაზევით არის წითელი ზონა. რატო არ გამოგივაშინე? არა, შენ ვიდეოზე თუ დაჯდები.
სხვა პირი ხო. ვიდეო ისე რომ გითხე, მე რომ ფიზიკური აქტიურობა გამომიწერეს იმასთან შედარებით როგორ ვარ და ნახევარი. ვიდეოზე თუ მოისურვებ რა უნდა მოსვა ნახევარიო და დადიხარ დასეირნობ და ისე ინო სამა მე დავარბენი ხე? მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ამით დღევანდელი კაცები დამთავრებულია გემშვიდობით ერთი კვირით ნახვამთ